კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება დედოფლის წყაროს სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა. ჯამურად რეგიონში უკვე 25,000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, საიდანაც 13,000 ტონა საფერავზე, 8,000 ტონა რქაწითელზე, დარჩენილი წილი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენზე მოდის. სოფლის მეურნეობის სამინისტროსვე ცნობით, რთველი საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 350-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. აქედან 120 კომპანია რთველის პროცესში უკვე ჩართულია, თუმცა წინა წლებთან შედარებით ერთი განსხვავებით. სახელმწიფო მათზე სუბსიდიას აღარ გასცემს. ჭარ ყურძენს კი სახელმწიფო საწარმო მოსავლის მართვის კომპანია შეიძენს. საფერავის ჯიშის ყურძენს, მარნახევრად რქაწითელსა და სხვა საღვინე ჯიშებს 1 ლარად და 20 თეთრად, ხოლო არაკონდენციურ და დაზიანებულ ყურძენს ლარად. ბიუჯეტიდან წელს 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. მთავრობის მიერ სუბსიდირების პოლიტიკაში განხორციელებულ ცვლილებებს ბიზნესი არაერთგვაროვნად აფასებს. ინდუსტრიის ნაწილი ფიქრობს, რომ ფასის განსაზღვრულითა და კერძო კომპანიებისთვის სუბსიდირების შეწყვეტის პირობებში მოსავლის მართვის კომპანიის გააქტიურებით სახელმწიფო ბაზრის მოთამაშე ხდება. ნაწილი კი ამ გადაწყვეტილებას სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკისგან თავის დაღწევის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. თუმცა ასახად დადებითია ბოლო აღმოჩნდით თითქოს საბაზრო პირობებში. თუმცა მაინც რჩება მექანიზმი, რომელმაც ფასს ადგენს სახელმწიფო და პრაქტიკულად ამით მაინც თამაში რჩება. ამ 2%-ით ყურძნის ფასი მეტი გადახდა მოგვიწევს, მაგრამ მან გადახდა არ არის ზოგადად პრობლემა თუ მისი რეალიზება შეგვიძლია და აი მისი რეალიზება კარგად პრობლემა თუ არის შემდგომ გამოჩნდება 2026 წელს. ძალიან კარგია რომ ეს ყველაფერი დასრულდა. შეეხება სახელმწიფოს მიერ ყურძნის შეძენას, ასევე კარგია, თუმცა მან ვფიქრობ, რომ სუბსიდიის მოხსნის პარალელურად მინიმალური ფასის დაფიქსირება შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს მტკივნეული, განსაკუთრებით დაბალი საფასო კატეგორიის ღვინის წარმოებლებისთვის. სუბსიდირებარი დროებითი საკითხი ზოგადად ეკონომიკურ ჭრილშიც რო განვიხილოთ, რაღაცა კრიზისულ პერიოდში კომპანიების და რაღაც კონკრეტული სექტორის ხელშეწყობა. გრძელვადი ამ პერიოდში შეუძლებელია, რომ თითოეული ამხელა ინდუსტრია იყოს სუბსიდიებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ეგ არ არის გრძელვადიანი წინსვლის წინაპირობა. ამ სფეროს სტრატეგიული განვითარებისთვის სუბსიდირება კარგი არ არის. მე როგორც ხედავ ქართული ღვინის განვითარებას არის ის, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხარისხზე. კახეთისგან განსხვავებით ბიუჯეტი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და ამაში კომპანიები მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდიან. სახელმწიფო სუბსიდია 4 ლარის ოდენობით გაიცემა. მეღვინეთა ნაწილი სუბსიდირების დამაზიანებელ ეფექტზე ყურადღებას ამახვილებს, თუმცა ფიქრობენ, რომ სქემიდან გამოსვლა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ეს ყურძნის ფასის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს. ნაწილი კი გაცილებით ხის პოზიციას ინარჩუნებს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ფორმით სუბსიდირების შენარჩუნება ქართული მეღვინეობის განადგურების ტოლფასია. ამ სუბსიდირებას ჰქონდა ის ნეგატიური ეფექტი, რომ არაჯანსაღი мотиваციები გააჩინა. მეორეც მხრივ, ესე ვთქვათ, რაღაც დონეზე არასამართლიანია იმ გაგებით, რომ მე თუ ვარ, ესე ვთქვათ, კეთილსინდისიერი მევენახე, რომელსაც უვლის და იღებს მაღალი ხარისხის ყურძენს, მეც და ვთქვათ, მევენახეს, რომელიც არ უვლის ვენახს და ვერ იღებს იმ კონდიციის ყურძენს, გვაქვს ერთნაირი დაფინანსება. კონკრეტული ციფრის თქმა გამიჭირდება, მაგრამ დაახლოებით 5 ლარის ფარგლებში იქნება ის თანხა, რასაც ესე ვთქვათ, კომპანიები დამოუკიდებლად შეიძლება რომ გადაიხადონ სუბსიდირების გარეშე. უნდა შეძლოს სუბსიდირება საერთოდ და თუ ნება აქვს და ეს თანხები ყოფენ ამდენ მილიონებს, რომელიც ლებია და ისე ერთ ადგილზეა ის მევენახეობა, მეღვინეობაც და ხალხი ისე იმ ძიმე მდგომარეობაში არის, მაშინ კეთილინებონდა სხვა კუთხით дахალ სხვა კუთხით შეუწყონ ხელი. პირველ რიგში ამ პროგრამას მე განვახორციელებდი
რაჭის რეგიონში, რა ვინაიდან უფრო პატარა რეგიონი არის, ასე ვთქვათ და აი ამ პროგრამას რაც კახეთში კეთდება, მაგას რეალურად გავტესტავდი რაჭაში რა ალბათ ესე უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კახეთში რაც ხდება ეს რაღაცა სუბსიდიის პროგრამიდან გამოსვლასთან კავშირში არ არის და აქ უფრო სხვა ინტერესები არის, ნუ უკვე სურათი ნათელია. სქემამ რაც კახეთში ხორციელდება, ხო, სუბსიდიის ნაწილში, ხო, რეალურად გათიშა ძალიან ბევრი კერძო სექტორის მოთამაშე და ძალიან ბევრი ქარხანა, დიდი ზომის ქარხნები მათ შორის ვეღარ ყიდულობენ ნედლეულს, აქვე საბრენდო სპირტის გამოსახდელად. რაჭალეჩხუმში წლევანდელი რთველის მონაკარს ნოემბერში შეაჯამებენ. კახეთში კი პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მეღვინეების აბსოლუტური უმრავლესობა წლევანდელ რთველს ხარისხის თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესოდ აფასებს. წელს გვინდა რომ დაახლოებით 25%-ით მეტი ძენი გადავამუშავოთ, ვიდრე 2024-ში გადავამუშავეთ, შესაბამისად პროცენტულადაც გვინდა რომ გარკვეული დაგეგმილი პროცენტით როგორც გვაქვს გაწერილი, შემდეგ წელს 2025 წელს უკვე ჩვენი რეალიზაციების გაიზარდოს სხვადასხვა მიმართულებით. ხარისხი ძალიან კარგია. რაოდენობას ჩვენ ყოველთვის არ ვიღებთ იმდეს, რომ როგორც ინდუსტრიულ მევენახეობაში, იმიტომ ჩვენ სერტიფიცირებული ბიომეწარმეები ვართ. ამ ხრივ კი ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რა არის, რაც არ უნდა კარგი რთველი იყოს და კარგი ღვინო დააყენო და გააკეთო. გაყიდვები განსაზღვროს ყველაფერს. ჩვენთვის დაიწყო 29 აგვისტოს, საკმაოდ კარგი მოსავალია, ხარისხობრივადაც, რაოდენობრივადაც და იმედია, რომ ამინდიც ხელს შეგვიწყობს თქვენ წარმოდობის გაზრდას არ გეგმავთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩვენ სავაჭრო ნიშნების ოპტიმიზაციას, ანუ ამ შემთხვევაში შემცირებას და როგორც ეგრეთ წოდებული off-trade-ის ბიზნესის, ასე ვთქვათ, გაგრძელებას ვახდენთ. ცოტათი მაინც მეც ჩავიბარეთ, ვიდრე შარშან ჩავიბარეთ. მაინც ვზრდით. ვერ ვიტყვი, რომ დიდი ტემპით ვზდით, იმიტომ რომ ძირითად ბაზებზე ქართული ღვინისთვის და სპირტიანი სასმელებისთვის, როგორც რუსეთია პრაქტიკულად კლება იყო მოხმარების ღვინოში განსაკუთრებით და ამან განაპირობა, რომ ისეთი ოპტიმიზმით აღარ ვიზდებით, როგორც ბოლო წლებში ვიზდებოდით, თუმცა ჯამურად წელს უფრო დიდი თქვენი გვექნება ასკანელს, ვიდრე ჰქონდა შარში. რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვებმა მხოლოდ ერთი კომპანიის მაგალითზე რომ არ იკლო ამას სტატისტიკას მოწმობს. 7 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 61.6%-მდე შემცირდა. მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 79.6% იყო. გარდა ამისა, ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სტატისტიკით გაყიდვები შემცირებულია ყაზახეთში, ამერიკასა და გერმანიაში. შედეგად ქვეყანამ 7 თვეში ჯამურად 49,584,920 ლიტრი ღვინო, 145 მილიონ 400,000 დოლარად გაყიდა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.6%-ით არის შემცირებული. ბიზნესმენების ნაწილი ამ მოცემულობას საერთაშორისო ბაზარზე, მზარდი კონკურენციითა და ქართულ ღვინოზე მოთხოვნის შემცირებით ხსნის. ბოლო 5-10 წლის მანძილზე პირველი წელი იყო წელს, როდესაც ამ წლის პირველი ნახევარმა საგრძნობლად დაჯობა ეხლა დაიწყო უკვე შემოდგომა ხო და აი მიღებული შეკვეთების რაოდენობას. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ როგორც წესი პირველი ნახევარზე უკეთესი მეორე ნახევარი იყო ხოლმე. ჩვენი გაყიდვების ექსპორტის 60-65% ძირითადად ევროპის ქვეყნებზე მოდის და ეს შემცირება შეეწყო პირველ რიგში ევროპის ქვეყნებს. ტენდენციას ვერ დავარქმევ ხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შემცირებული გვაქვს ჩვენს გაყიდვები ამ ევროპულ ბაზრებზე განსაკუთრებით და ჩემი აზრით ამაში ის თამაშობს დიდ როლს, რომ ევროპული მწარმოებლები, რომელთაც დაიკეტათ რუსეთის ბაზარი, უფრო გააქტიურდნენ საკუთარ ბაზარზე და პრაქტიკულად კონკურენცია გამძაფრდა. საექსპორტო გაყიდვების თვალსაზრისით ინდუსტრიაში სურათი არაერთგვაროვანია. კომპანიათა ნაწილი საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის რეალიზაციის აღმავალ დინამიკასა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით დადებით ტრენდზე საუბრობს. ზოგ ქვეყანაში გაიზარდა, ზოგ ქვეყანაში შემცირდა, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს თავის მიზეზი, რატო იზრდება და რატო მცირდება. ჯამური ექსპორტი, როგორც ვიცით, შემცირებულია, ჩვენი კომპანიის ჭრილში ჩვენ გვაქვს და ჩვენ შემთხვევაში ევროკავშირში ჩვენ კლება არ გვაქვს, პირიქით ჩვენ გვაქვს ზრდა და ჩვენ მომავალ წლებში
გვაქვს დაგეგმილი, რომ ევროკავშირში, ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიის ბაზრებზე კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, განსაკუთრებით იმ ახალი კოლექციის, მაღალი საფასო სეგმენტის და კატეგორიის ღვინოებით. დადებითად შევაფასებთ იმ ზრდას, რომლებიც გვაქვს თითქმის ყველა ბაზარზე, სადაც ვიყავით და გვაქვს ასევე ახალი ბაზრები, სადაც აქამდე არ იყო ჩელთი წარმოდგენილი და ეხლა გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობა და რაც შეეხება აზიას, კარგი სიახლე გვაქვს ის, რომ ჩინეთშიც გავაკეთეთ ჩვენი დისტრიბუციის ჰაბი, ასე ვთქვათ, ჩვენ გავხსენით კომპანია და გვაქვს საკუთარი იმპორტის და დისტრიბუციის ლიცენზია უკვე ჩინეთის ბაზარზე. შევდივართ უკრაინის ბაზარზე. ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დიდი სიახლე, იმიტომ რომ ძირითადად ძალიან კარგი პარტნიორთან მოვახერხეთ ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად ვიმუშავებთ ჩვენ ჰორეკას სეგმენტზე. უკვე ვართ ევროპის ორ სხვა ბაზარზე, ჩეხეთსა და გერმანიაში წარმოდგენილები. გერმანიის პარტნიორებთანაც აქტიურად მუშაობთ და ველოდებით აქტიურ ზრდას. წარმატებული ექსპანსიის ერთეული შემთხვევები ცხადია დიდად ვერ ცვლის იმ საერთო სურათს, რომელიც კვლავ ერთ ბაზარზე ძლავრ დამოკიდებულებას ასახავს. გამოწვევებს შორის, რომელიც გლობალურ ბაზარზე თვით დამკვიდრების პროცესს ართულებს, კომპანიების ნაწილის თქმით, არაეფექტიან მარკეტინგულ კამპანიებსა და ინდუსტრიაში ერთიანი, გრძელვადიანი ხედვის არ არსებობას უკავშირდება. მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და როგორც იცნობენ მას მსოფლიოში ასოციაცია არის საბჭოთა კავშირთან და იმ ღვინოების გარშემო, რომელიც ისმებოდა საბჭოთა კავშირის განმავლობაში. დღესდღეობით უკვე ბევრი მცირე მარანი განვითარდა, რომლებმაც დაიწყეს უცხო ღვინოების წარმოება და აი ამ მცირე მარნებს უკიდურესად უჭირთ პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ ერთი ბრენდისთვის შეუძლებელია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს. უკიდურესად მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რომ არსებობდეს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა და თითოეული ნაბიჯი, რაც ღვინის ინდუსტრიაში იდგმება, მათ შორის სახელმწიფოსთან პარტნიორობით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს აი ამ გრძელვადიანი გეგმის და გრძელვადიანი ხედვის ჭრილში. ვისაუბრა ხო ევროკავშირი და ევროპასთან მეგობრობა, მაგრამ იქ ვერ შევა ჩვენ იმ ხარისხით, რომელიც დღეს გვაქვს და საერთოდ ქონდა. ვერ შევა. 10 მაგათ ზემოთ უნდა იყო, რომ დაიმკვიდრო ადგილი რაღაც პატარა ნიშა. არ ვამბობ გლობალურად და ამიტომ ხარისხი და ეს ხარისხი მოდის ვენახიდან. ამ ვენახში ვერევით, აქ ვერევით, ღვინოს ხარისხი ან ღვინოს ვენახიდან უნდა მივიღოთ, ღვინო იწყება ვაზიდგან. და აქაა გამართული ის თავი და აქაა ეს სახელმწიფო ჩარეული უხეშა. ღვინის ბიზნესის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია, მათ შორის ახალი სამიზნე ქვეყნების მოძიება, ხარისხის კონტროლის გამკაცრება, მარკეტინგული სტრატეგიის გაუმჯობესება და სუბსიდირების მექანიზმის გადახედვა, რათა ქართული ღვინის კულტურული ღირებულება ეკონომიკურ შიცით არ გნოს.